პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიული წინადადებები განიხილეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან, რაც მიღებული ცვლილებებით გარანტირებული აღარ არის. საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს პრეზიდენტის წინადადებებს. დეპუტატი ელისო ჩაფიძე აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება და მაქსიმალურად გამჭირვალე იქნება მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხები. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, რომელზეც ვეტო დაედო, აქ საგრძნობლად არსებითად არის შემცირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა, რაც ბუნებრივია, სწორედ ხელს უშლის იმას, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები კანონით მათთვის მინიჭებულ ვადებში და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ იმ ფუნქციების, იმ მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას, რომელიც მათ აკისრიათ. ამავდროულად საკითხი ეხება ასევე მოქმედი წევრების, ანუ მოქმედი სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის საკითხს. შენიშვნებს არ ვიზიარებ ერთი უბრალო მოტივის გამო. პრეზიდენტი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს ეზრდება უფლებამოსილება, უნდობლობა გამოუცხადოს სამეურვეო საბჭოს. მაგრამ ამ შენიშვნებში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს სერიოზულად ესწრება ფუნქციები, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად ანგარჟირებული და მიკერძოებული. მას უბრალოდ როგორც ჩანს ვეტოების დადება კანონებზე სიამოვნებას ანიჭებს.